მოგესალმებით შტაბიდან, გიომელაძე, ლუკა ცულაძე. ვაგრძელებთ ივანიშვილის სისტემაზე ლაპარაკს, გავიარეთ სხვადასხვა ინსტიტუტები, რომლის ანალიზით გავაკეთეთ და ვისაუბრეთ და დღეს საკმაოდ საინტერესო თემა გვაქვს. გვინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ასრულებენ დიქტატორები. გიო, მოგესალმებით და აქვე კითხვა რა. აი, ვინ არიან ეს ტიპები? ვინ არიან ტიპები, რომელთან ბრძოლასაც პრინციპში მთელი ცხოვრება მოვანდომეთ, ან რეალურად და ცოტა წარმოსახვითაც, ყოველ შემთხვევაში ეს რაღაცნაირად ჩვენი ცხოვრების თავარ ვერცად ვაქციეთ და ჩვენთვის რაღაცა საძულველი ტიპები არიან, რომლებსაც უნდა ებრძოლო და ღირსება არის მათ წინააღმდეგ ყოფნა. კაი, მოგესალმები, ჩვენს მსმენელს მაყურებელსაც მივესალმები, აქვე შეგახსენებთ, თუ შეიძლება მოიწონეთ, ანუ ლაიქს დააჭირეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიტოვეთ კომენტარი. ეს არ არის პოდკასტი, რომელიც რაღაცა მხოლოდ ანუ ჩვენი საუბრის გავრცელებას ისახავს მიზნად. ჩვენი მთავარი მიზანი არის რაღაცნაირად უფრო მეტად ინტერაქტიული დიალოგი და შტაბში ყველას ადგილი მოიძებნება, ვისაც ამ დიქტატორებთან და ავტორიტარისტთან აინტერესებს ბრძოლა, თვლის რომ ეს სამართლიანი საქმეა და საჭირო და აუცილებელი ამბავია. ეხლა რაც შეეხება კითხვით დავიწყოთ არა, ალბათ რა ვიცი, ვინ ჩავთვალოთ დიქტატორად, ხო? ხო, აი ეს და პრინციპში ანუ ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აი ეს დიქტატორები რო ჩამოვთვალოთ, თითქოს ერთი შეხედვით. ანუ ძალიან ინდივიდუალისტები არიან. აი მხატვრები რო ყოფილიყვნენ, მაგალითად, ბევრ მილიონებად გაიყიდებოდნენ. იმდენად რაღაცნაირი ფანტაზიითაც გამოირჩევიან, ენერგიითაც გამოირჩევიან და ეს განსხვავებულები არიან. მაგრამ ამავე დროს რაღაცა აქვს საერთო. არ ვიცი, ეს ტრავმა არის, რაღაცა ფსიქოლოგიური მომენტი არის, რაღაცა ძალიან ერთნაირი, რაღაცაში არიან ერთნაირები. და თითქოს ბავშვურებიც არიან. აი რაღაცა წარმოსახვაში შეიქმნიან ილუზიას და ამაში ცხოვრობენ, ამაში რთავენ გარშემო, ანუ ყველას და ყველაფერს, მათ შორის თავიანთ ქვეყნებს, შეიძლება მეზობელ ქვეყნებსაც და აი რაღაცა აი თითქოს როლურ თამაშს თამაშობენ და ოღონდ ეს რეალობაში ხდება. და ამას, ანუ კომპიუტერულ თამაშისგან განსხვავებით რეალური ადამიანებია, წირებიან, დახიჭრდებიან და ცხოვრება ეკარგება. ანუ აი რაღაცა ესეთი ორმხრივი არის ჩემი ორის განსხვავებული. აუ, ეხლა შენ რომ მაგაზე ლაპარაკობ, თორე მართალი გითხრა, არ მიფიქრია, იცი, მაგ ნაწილზე. აი ეს თეატრალური ნაწილი, რა თქმა უნდა, ამ დიქტატორებს ყოველთვის ახასიათებდათ რა, ავტორიტარ ტიპებს, რაღაც თეატრალური, რაღაცა ვითომ არაორდინალური, ანუ ყოველდღიურობისგან მოწყვეტილი და რაღაც არაჩვეულებრივი რა. ეხლა თუ დააკვირდები მაგალითად მანქანები, ხო, რაღაც უყვართ ეს რაღაცა მანქანები გამორჩეული, რაღაცა შეიძლება სვაროვსკის თვლებით მორთონ მანქანა, რაღაც აი ერთი ჩვეულებრივი მერსედესი ან რაღაცა როლს-როისი ან არ ვიცი, შეუკვეთონ მაგალითად განსხვავებული პორშე. აი ეს განსხვავებულობისკენ რაღაც დიდი მიდრეკილება აქვს როგორც ჩანს ამ ხალხს რა. ხო. საკუთარ დედას მისცენ დააჯილდოვონ იმისთვის, რომ თვითონ ის გააჩინა. აი ძალიან ბევრი განსხვავებული რაღაც ისეთი. ხო, რა ვიცი, შეიძლება ფსიქიატრიაც არის რა. მართლა შეიძლება რამე ეგეთი, ანუ რაღაცა ეგეთი მდგომარეობაა, რომელიც მე აი ამ ტიპის ესე იგი ამ ტიპის ჩამოყალიბებაში მთავარ როლს თამაშობს რა, იმიტომ რომ ხა ზოგი მედლებს ჩუქნის თავის თავს. რა ვიცი. სიგელებს გენელობას უქმნიან მაგალითად სიგელებს გენელების ხდებიან და ასე შემდეგ. ფსიქოლოგიური ამბავი არის უბრალოდ რაც არ ვიცი და რაც მინდა ოდესმე დავადგინო ან გავიგო. მათი აი ეს ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური პორტრეტი უწყობს ხელს, რომ დიქტატორები გახდნენ და ხელისუფლებაში მოვიდნენ, თუ სხვადასხვა ფსიქოტიპები არიან, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან და მე აი ეს ხელისუფლება, ძალაუფლება
აძლევს აი რაღაცა სახეს განსხვავებულს და აი ხბის ისეთებს როგორებიც არიან, აი ბეჭდების რაღაცა ითრევს იცი ეს რა, სწავლები. ის რა ქვია, ბავშვობაში ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა პირადმა ოჯახის ბიბლიოთეკამ, რომელშიც აი უამრავი ერთმანეთთან ლოგიკური კავშირის არ მქონე წიგნები იყვნენ დაწყობილი რაღაცა სრულიად უწესრიგოდ და მეც ასე უწესრიგოდ მიყვებოდი ყველაფერს კითხულობდი და ერთი არის ესეთი ჩესტერფილდის წერილები ჩემს ვაჟიშვილს მე მგონი რა ეხლა არ ვიცი თუ სწორად მახსოვს ესა მაგრამ ეს თვითონ ეს ჩესტერფილდი ეს იყო ელჩი როგორც ჩანს ძალიან გონიერი ადამიანი ბრიტანელების ელჩი იყო და აი თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას გადასცემს ამ წერილები ჩვილს რა და იქ ერთი მომენტია რომ უბრალოდ მართლს არენდო რა ან როდის შეირყევაო მაგას შენ ვერაზრუს ვერ გაიგებ და ამიტომ ყოველთვის შეინარჩუნე დისტანციაო რა მაგასთან მეგობრობა არ გამოვაო ანუ შეიძლება ვიღაც ტიპიო მართავსო დღეს და რაღაცნაირად ძალიან გულში გიკრავს გეხუტება და ანუ ბოლომდე იმისიანი ხარ რა ეგრე გონია და რაღაც აი ძალიან და ხვალ მოვა და უბრალოდ თავს მოგჭრის იმიტომ რომ ცუდი სიზმარი დაესიზმრა და შეუძლია რომ თავი მოგჭრას ეს იყო ერთი ანუ რამაც გავლენა მოახდინა რა ჩემზე ზოგადად და აი მთლიანად მართვის ბუნებას რაღაცნაირად ცოტა ესე სიფრთხილით უყურებ მაგის მერე ტიპებს რომელსაც რაღაც მართვა შეუძლიათ რა და მეორე არის უბრალოდ ჩემ მეგობართან ვლაპარაკობდი რომ აი მეთქი ეს ესე ცუდად რატო იქცევა თქო რა ანუ ამას რატო აკეთებს თქო ან ადამიანზე რომელსაც ორივე ვიცნობთ და შეუძლია და იმიტომ და შეუძლიაო და იმიტომ აკეთებს რა და აი მე მივხვდი რომ დიქტატორის განსხვავება თავისუფალი ადამიანისგან არის მე მგონი სწორედ ეს ფორმულა ის გააკეთებს ყველაფერს რისი გაკეთებაც შეუძლია მას არ აქვს პასუხისგებლობები თავისუფალი ადამიანის მთელი ღირსება პასუხისგებლობების გაცნობიერება კი რა თქმა უნდა შენ შეგიძლია ბევრი რამე გააკეთო მაგრამ თავისუფალი ადამიანი იმაზეც ფიქრობს რომ მე პასუხისგებლობა მაქვს რომ რაღაც და ამიტომ რაღაც ბევრ რამე შეიძლება არ გააკეთოს თავი შეიკავოს თავისუფალი ადამიანი ქმნის ეთიკას მერე მოდის დიქტატორი უპასუხისმგებლო ადამიანი რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია ზოგადად წამსვლელია ყველაფერზე და ეს ტიპი ანგრევს თავისუფალი ადამიანის მიერ შექმნილ თავისუფლების სივრცეს ამიტომ არის რომ დიქტატურაში ძალიან ძნელია გაიგო რასთან ურთიერთობ არეულია ყველაფერი აი დღეს მქონდა ესეთი ძალიან მოკლე საუბარი ერთ მეგობართან რომელსაც ძალიან აინტერესებს თეოლოგია და აი ღმერთის სახე და უსახურობები აი რას ნიშნავს სახე და სახის არქონა და აი ამაზე ვლაპარაკობდით რომ აი აქეთ ცოტა დასავლურ ცივილიზაციაში სახე არსებობს აღმოსავლურში სახე არ არსებობს არ არის მთავარი სახე რა იქ არის უსახო ანუ ყველაფერი შეგიძლია წარმოიდგინო ფორმას არ აძლევ ამიტომ იქ შეიძლება ძალიან ბევრი რამ ბევრი გარდასახვა მოხდეს და ეს ნორმალიზებული აქვს იმ კულტურას რა ანუ მან შეიძლება დიქტატორიც მიიღოს ჩვეულებრივ ისევე როგორც მიიღებდა თავისუფლების პატივისმცემელს რადგან თulis რომ აი ესეც ერთი სახეა რა რეალობის და ხო არაფერი ამაში განსხვავებული არ არის ჩვენ როცა ვცდილობთ აი ამ ჩვენი პერსპექტივიდან დიქტატორის გამოყოფას ხო ჩვეულებრივი ასე თქვა წესრიგიდან ნორმალური წესრიგიდან ჩვენ უკვე აღარ ვართ უსახოების მომხრე ჩვენ ვცდილობთ რომ შევქმნათ რაღაც სახე რა და ვთქვათ რომ მოდი ვიცხოვროთ ამ წესით აი დიქტატორი წესებს ანგრევს ამიტომ ძალიან ხშირად შეიძლება ისტორიაშიც ნახო რომ აი რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებების მომხრეები ხშირად დიქტატურებს უჭერენ მხარს ცდილობენ რომ ისინი გამოიყენონ არსებული რეალობის დასანგრევად რომ მე რაღაცა ზედ ახალი რეალობა
დააშენონ. ეს ეს რაღაცა utopიური წარმოდგენები, ეს პროექტები, პოლიტიკური პროექტები ჩვენი ისტორიის ნაწილია. პატარა თუ დიდი მასშტაბის რა, როგორც კიდე წარმოვიდგინე. მაგალითად სტალინს ვიღაც მომხრე ეყოლებოდა რა, რომელიც იტყოდა, რომ სტალინი უნდა იყოს. იმიტომ რომ მან უნდა დაანგრიოს. მომხრე რო არ ყოლოდა ბელადი როგორ გახდებოდა, ხო? ამიტომ სისხლის ღვრას მომხრეები ყავდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ მოდი გავწმინდოთ კლასობრივი საზოგადოება, მოდი რაღაცა კლასები წავშალოთ. აი მთელი ტროცკი, ლენინი ესენი რომ თავიდან პირველ წმენდას ატარებდნენ, ხო? ასე რომ რა იმ მომენტში იყო ეგ მოთხოვნილება და რა თქმა უნდა ვიღაცა ანუ როლზე იყო კასტინგი გამოცხადებული ასე ვთქვა, ხო და ვიღაც ანუ ოფიციალურად დიქტატს ამყარებდნენ ტიპები რა, ანუ უნდათ რა დიქტატი, აი ვიღაცები ამბობენ რომ უნდა ქონდეს დიქტატი, უნდა ყავდეს დიქტატორი. აი დღესაც მაგალითად ხშირად გაიგებ რომ აი რკინის ხელით მართვა. აი სტალინი ამას არ დაუშვებდა. აი ვიღაც ტიპი გეუბნება გარტყმაში არ არის რა სტალინი. ანუ ემოციურად ახლოსაც ვერ მიდის იმ რეალობასთან, რა რეალობაზეც ლაპარაკობს, საერთოდ ვერ აღიქვამს ამ ყველაფერს, მაგრამ ამიტომ როცა მე მგონი დიქტატორებზე ვლაპარაკობთ, მე მგონი აქტუალურია რომ აი რაღაცა ჩვენს თავში პირველ რიგში ალბათ ჩვენ თავში ჩაბუდებულ რაღაც ბოროტთან ვილაპარაკოთ რა. რა მომენტში ვუშვებთ დიქტატორის არსებობას. იმიტომ რომ თუ დაუშვებთ, თუ მივიღებთ, მერე უკვე ვიღაცა უსახო გარდაიქმნება ამათ და იწყება წარმოდგენა. იწყება წარმოდგენა, რომელსაც შეიძლება ჯერ ტაშს უკრავთ, ოვაციები, ბილეთებს ყიდულობთ რაღაცა და მერე უკვე აღარ გვინდა, მაგრამ მერე ამ ტიპმა თეატრის კარი ჩაკეტა, აღარ გიშვებს გარეთ და მორჩა რა შენ მისი სპექტაკლის მონაწილე ხარ და თუ არ მოგწონს აგიყვანს ზემოთ და გადმოგაგდებს იმაში რა ქვია პარტერში ხო კი ჩაგანარცხებს და სხვებს ტაშს დააკრევინებს ეგ არის რა ვიცი და ამიტომ დიქტატორი კი არის მე მგონი რაღაცა ესეთი გასული აი ამ რაღაცა გონივრული სივრციდან ეხა მაგალითად ჩვენი დიქტატორი ბაობაბის ხეებს მარხავს რა ჯერ მოაქ ესენი რაღაც ელაპარაკება რა ვიცი ამით თავის გრანდიოზულობას ალბათ ვიღაცას აჩვენებს და ეხა მე მგონი წესით მაგრა უნდა განიცდიდეს მაგ ბაობაბების გახმობას იმიტომ რომ როგორც ამობენ ეგ ძალიან ასე ვთქვათ რელიგიური რაღაცაა რა ეს ბაობაბები სადაც არის იქ ვიღაცებს უყვართ როგორც ცოცხალი არსებები და აი რადგან წაიღეს ეხლა ბუნებრივია იმას გამოეტირნენ და შეიძლება რამე ცუდსაც უთვლიან მაგის წამღებს. მე ესენი რო გახმა ეს ბაობაბები, ეს შეიძლება უკვე ცუდის ნიშანიც იყოს ამ დიქტატორისთვის, ანუ მისი ერა სრულდება. კი. გასართობს ხო არ ნახულობენ? ანუ რა ვიცი, შეიძლება კარგავს რაღაცეები აზრს, იმიტომ რომ აქვს აბსოლუტური ყველაფერი ძალაუფლება ეს და რაღაცა გასართობი ჭირდება და ნუ რასაც მოიგონებს ის არის. კაი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა აკეთება შეუძლიათ, აი შეუძლიათ და იმიტომ. მაინც რაღაცნაირად ამთავრებენ ხოლმე, ხო? ბევრი ამთავრებს თავის ლოგინში ალბათ, ჩვეულებრივი სიკვდილით, ანუ ისტორიაში და ბევრი არც თუ ისე მშვიდობიანად. ნუ ვიღაცა მოწამლეს, იყო, ანუ მთელი ისტორია იცნობს, ხო, რომ ვიღაცას მოწამლავენ, ჩემო ბატონო, ვიღაცას ჩაქოლავენ, აი ახლახანს კადაფის ჩაქოლვას უყურებდით, ვიღაცას ჩამოკიდებდნენ, აი ჰუსეინის ჩამოკიდება ნახეთ, ვიღაცას რა ვიცი ქვეყნიდან გააგდებენ, ხო? და რა ვიცი სადაც ქვეყნიდან წასვლა და ო თუ მიიღებს ვიღაცა, იმიტომ რომ აი სხვათა შორის აი ისეთი დიქტატორებიც რა რომლებიც ასე ვთქვა თავისით ამთავრებენ რა აი უბრალოდ კვდებიან. სხვათა შორის აი ეგეთ დიქტატორებშიც საერთოდ მაღალი პროცენტი არის გულის შეტევებით დასრულებით. სიცოცხლე. რატო არა? ანუ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტიპები კოკაინზე არიან. ანუ შეუძლებელია, ამ ტიპებმა შეუძლებელია ნორმალურ
ცხოვრების წესით რიტმი აიტანონ. ეხლა უყურე დიქტატორის რეალობა რა არის, ხო? მე უკვე ანუ მოსავლისკენ მოდიოდი, მაგრამ შეიძლება ეგეც იყო, იმიტომ რომ უყურე, ტიპს უყვარს, როცა სადაც მიუთითებს იმ ადგილზე აკოცებს ვიღაცა, ხო? და ეს რაღაცა ჩამთრევი მომენტია და ეს კოცნის ჟინი, ხო, მიდის და უცბად დგება რიგი მკოცნელების და ესენი კოცნიან და მერე როგორც ალქიმიკოსშია, ხო? ალქიმიკოსი ხო დიქტატორია, მას შეუძლია მართოს, სუნებს ქმნის და ბოლოს უბრალოდ ჭამენ ამ ტიპს, ხო? რაღაც ეს ბრბო ამ ადამიანს ჭამს, ანადგურებს, იმიტომ რომ თვითონ გადაწყვიტა, რომ უნდა დამთავრდეს რა, ყველაფერი ნახა და დიქტატორებიც ალბათ მაგ კრიზისულ მომენტში მიდიან რა, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ დამთავრდა, არაფერი არ არის, ეს გააკეთა, ყველაფერი გააკეთა, ხო და სადღაც ძალაუფლების ტკბობა უკვე აღარ არის, უფრო მეტი პასუხისმგებლობები გაჩნდა რა, იმიტომ რომ ეს ძალაუფლებაც ჰაერიდან ხო არ მოდის, მართლა რაღაცა თვალებიდან მეხს ხო არ ისურიან, ხო? ადამიანებზე დგას ეს ძალაუფლება და მერე პარანოია იწყება რა, რომ ამან ხო არ უნდა ჩამანაცვლოს, ესე იგი საკუთარი სისუსტის გაცნობიერება, ხო? იმიტომ რომ იქ რაღაცა აღარ გამოუვიდა, რომ დარბოდა, ეხლა ვეღარ დარბის, დაბერდაო, რაღაცა სუსტდები და ეს ცხოველური მთელი მექანიზმი ირთვება, დასუსტდი, ახალი მოდის რომ შეგჭამოს და ის გახდეს ალფა მამრი. და ამ მომენტის გაძლება რთულია რა. თვითონ დიქტატურები ციცლებიან. აშკარად ვაკვირდებით იმას, რომ დიქტატურები შეიცვალნენ, რაღაცა ტრანსფორმაცია განიცადეს. დღეს უკვე სხვანაირები არიან. даже შეიძლება პირდაპირ ეს დიქტატურა ვერ დაუძახვა, დეფინიცია, ვიღაცა შეგედავოს რა, რომ ეს არ არის დიქტატურა, იმიტომ რომ არჩევნები აქვს, ოპოზიციური პარტია არსებობს და კიდე რაღაცა ოპოზიციური არქიც არსებობს და არჩევნები სტარდება რა. და ხო, მაგრამ რეალურად თითქოს სახე იცვალეს, რაღაც სხვადასხვა მიზეზი, მაგრამ სახე იცვალეს და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ შეიძლება იყოს დასახელებენ თქვათ, რომ ცივი ომი დასრულდა და გლობალიზაცია არის და იძულებულები ხდებიან, რომ ცოტა მოუშვან წნეხს, იმიტომ რომ რაღაცა სხვა ქვეყნებთან ასე ვთქვათ, რაღაც კავშირი კონდეს და ისევ ფული იშოვონ, იმიტომ რომ ფული შოვნაც ხო უნდა, ესეც ხო არის ერთ-ერთი მთავარი мотиваცია. მაგრამ ეხლა ხედავთ რეალურად მთელ მსოფლიოში აი თამაშის წესების გამკაცრება. ომები მიდის, ხო? დიდი ომი მიდის და არის შანსი, რა ვიცი, მე მგონია, რომ ისევ გამკაცრებისკენ წავიდეს. ეს რაღაცნაირი ავტოკრატიები ისევ ამათ მოუწიოთ, ისევ გამკაცრება ყველაფრის და ისევ რაღაც კლასიკური გაგების დიქტატურისკენ წასვლა, რაც პრინციპში რუსეთში ხდება, ხო? რუსეთში. იცი რა, რუსეთიც მე მგონი ძალიან საინტერესო ფენომენია რა. რაღაცნაირად შევეგუეთ ამ აზრს, რომ რუსეთში უკვე აბსოლუტური კონტროლი აქვს დამყარებული პუტინს და მე მგონი სინამდვილეში ეგრე არ არის რა. უბრალოდ ძალიან ბევრგან პატარ-პატარა ქვაბები იხარშება, ამას თვითონ ეს რუსებიც გრძნობენ და რაღაც დროს ეგენი გასკდება. ეხლა დიქტატორებში განსხვავება რა არის, ხო? მაგალითად, ეხლა რომ დავფიქრდეთ, მე მგონი ინფორმაციის გაცვლის სიჩქარე რა. თუ მაგალითად 50 წლის წინ დიქტატორს შეეძლო, ჯერ კიდევ შეეძლო ინფორმაციის კონტროლი, 100 წლის წინ ვთქვათ გაცილებით უკეთ შეეძლო, ხო, ინფორმაციის კონტროლი და რაღაც სისულელეებს აკეთებდნენ, მაგალითად წიგნების განადგურებას რაღაც, რომ წიგს გაანადგურებ და დაამთავრებ თვითონ, ხო? დღეს დაივიწყე. დღეს ყველა სიტყვა არის ისტორიის ნაწილი უკვე, მორჩა ის აღარ იშლება. დღეს ეს სიტყვა ვრცელდება, რა ვიცი, ინტერნეტით, სხვადასხვა არხებზე რაღაც და მორჩა უკვე ის გახდა არქივია და იმას ვეღარ წაშლი და შეიძლება მისი ნებისმიერ დროს ამოღება, ასე რომ დიქტატორები გახდნენ უფრო ესე იგი ამოხსნადი ფენომენები, მათ აღარ შეუძლიათ ნარატივების წარმოება ისეთი წარმატებით, როგორც შეეძლოთ
წერა-კითხვის არ მცოდნე საზოგადოებაში. ასე რომ განათლების ზოგადად ამაღლებამ და საინფორმაციო სივრცის გახსნამ ეს დიქტატორები გააშიშლა, ხო? ანუ ბევრი რამე არ შეუძლიათ. ამიტომ ეხა იყენებენ მათ ხელთ არსებულ მექანიზმებს სხვა ნაკლები ეფექტურობით. აი უფრო მეტი აქცენტი ძალადობისგან გადაიტანეს თქვა საინფორმაციო კონტროლზე, იმიტომ რომ აი ძალადობას შეიძლება უცბად მასიური ამბოხი მოყვეს და საერთოდ მთელი ესე თქვა ეს შრომა წყალში ჩაეყაროთ, იმიტომ რომ ძალადობა გამოდის, როცა მალავ ამ ძალადობას. ან როცა ბრბოს მიუქცევ, ხო? ანუ რაღაც დიდ, ასე ვთქვათ, არეულობას გამოიწვევ. დიდი არეულობა არაფერში აღარ აწყობთ, იმიტომ რომ მაგ დროს ფული ქრება და მასიურ ძალადობას ვერ განახორციელებენ ჩუმად, იმიტომ რომ საინფორმაციო სივრცე ძალიან დიდია და ყველა ვარიანტში სადღაც დაიწვება ეს ყველაფერი და ნუ ეხლა ლუკაშენკო შეიძლება იყო, თქვათ, მაგრამ აი რამდენ ხანს გაქაჩავ რა? რამდენად სტაბილური ხარ? იცი რა, ლუკაშენკო შეიძლება იყო და დიდხანსაც გაკაჩავ თუ შენი, ასე ვთქვათ, რესურსების შემოდინება, შენთვის მიღება არ არის დამოკიდებული განათლებული ადამიანების რაოდენობაზე შენ ქვეყანაში, ეკონომიკაზე, ფულზე, საერთო დოვლარზე, სიმდიდრეზე და ანუ მოქალაქეების რაღაცა კეთილდღეობაზე, ხო? ამაზე თუ არ არის დამოკიდებული და რაღაც გაზის მილიგას, რომელიც სულ გიწერს და შენი ასე ვთქვათ რესურსების შემოდინება ცალკე არის და ბიუჯეტი სულ წეხებზე კიდია, იმიტომ რომ ბიუჯეტი იმათთვის არის რა, როგორც კანონები არის იმათთვის ბიუჯეტიც ნუ რაღაცნაირად ნაწილდება. იმათთვის და იმათთვის კიდე ვინც შენ გეხმარება და ვისაც ეხმარება. მაშინ საკმაოდ დიდხან შეიძლება გაკაჩოს. აი ხა რა ვიცი, რუსეთს შეუძლია დიდხანს გაკაჩოს ჩაკეტილს თუ ეს რაღაცა მილიდან ცალკე შემოსდის ფული და ეხა არა ინტერესებს დიდად პენსიონერი თუ ან ყოფნის თუ არა რაღაცა. მე მაინც უფრო იმ იდეისკენ ვიხრები, რომ დიქტატორი არსებობს თუ არსებობს შეთანხმება დიქტატურაზე. ამიტომ როცა ლუკაშენკოს და ვთქვათ რუსეთს ან ჩინეთზე ვფიქრობ, მე მგონია რომ აი ეს კვლავაც აქვს ძალიან დიდი საყრდენი, რომელიც მათ არსებობას ემხრობა რა და ეს განაპირობებს ამ დიქტატურებს და არა მაინდა-მაინც ისო ძალიან ეფექტურები არიან თვითონ. იმიტომ რომ თუმცა ბელორუსიაში შეიძლება ეგრე არ იყოს, ანუ ბელორუსია ხო ჩამოიშლება. ეხლა ჩამოიშლება, ანუ უყურე ბელორუსს ჩვენ ვაკვირდებით უკვე როგორც არსებულ ბელორუსს 30 წელი, ხო? მაგრამ ამ 30 წლიდან თქვათ, ან მოდი ესე ვთქვათ 34 წლიდან თუ 33 წლიდან, ანუ სადღაც უნდა გამოვაკლო ერთი 10 წელი, ანუ როდესაც პრინციპში უფრო რეჟიმი ჯერ კიდე არ იყო, ეგეთი ავტორიტარული, მერე უნდა გამოვაკლო კიდე 10 წელი, როდესაც მიდიოდა გამკაცრებისკენ და აი ბოლო 12 წელია, რომ ეს რეჟიმი რაღაცა უფრო დაემსგავსა საგიჟეთს რა და რომ დაემსგავსა, მიიღო კიდეც მასიური წინააღმდეგობა. რეალურად ეს მასიური წინააღმდეგობა რაც იქ დაიწყო, ხო? ანუ ისტორიულად უპრეცედენტოა. სავარაუდოდ უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე შემცირდება. იმიტომ რომ დიქტატორები ფიზიოლოგიურად ან ბიოლოგიურად უფრო სუსტდებიან დროსთან ერთად, ვიდრე ძლიერდებიან. ეგ უკვე ბუნების ის არის, ხო, კანონი. ამიტომ მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში როცა დიქტატურაზე ვლაპარაკობთ, დიქტატორებსაც ესმით, რომ მათი დრო სრულდება და აი ამ დროისთვის უკვე უფრო მეტად ემზადებიან ახლა. ვიდრე ოდესმე თქო რა და ივანიშვილის შემთხვევაშიც ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რაზეც ახლა როგორც აქტივიზმის, ასე ვთქვათ, ნაწილი უნდა ვფიქრობდეთ. რისთვის ემზადება ეს ადამიანი? რა უნდა ცხოვრებაში, თავის შვილისთვის რა უნდა, შვილიშვილისთვის რა უნდა, ანუ როგორ წარმოუდგენია ან თავრობის მიღმა საკუთარი თავი, იმიტომ რომ ეს ხიბლი მართვის ხიბლი ძალიან საშიში რაღაცა ოთახია, ოთახში გკეტავს რა ჩარჩოში და გაშორებს რეალობის აღქმას, კარგავ რა. მაგარი ხარ. აღარ ფიქრობ, რომ როდესმე აღარ იქნები ამ ოთახშია, როდესმე აღარ გექნება მართვის ეგეთი ბერკეტი. თან აი ხა იგივე რუსეთშიც
აბსოლუტური ძალაუფლება აქვს დროის ამ მონაკვეთში და როცა უყურებთ დროის ამ მონაკვეთს ამ უახლოეს 3 წელში, ხო, როცა ის ბოლომდე გამოვიდა, ასე ვთქვათ. ომი დაიწყო და დაჭერებით დაიწყო და მოკლედ სულ ამბებს აკეთებს თავის ქვეყანაშიც მათ შორის, ხო? დროის ამ მონაკვეთში და შეიძლება რაღაცა 5 წლის ან 10 წლიანი მონაკვეთიდან რო გადმოხედო, მიხვდე რომ ეს იყო პიკი და ეს იყო კაგრად დასასრული. ეს იყო ის რაღაცა წერტილი, რომლის შემდეგაც დაეცა. ანუ ეს ჩვენ არ ვიცით. ეხლა ვფიქრობთ, რომ ეხლა გონია, რომ აი ეს აბსოლუტური ძალაუფლებაა. თუმცა შეიძლება ეს წელში პირიქით სული მარცხით გახდეს, ხო? ივანიშვილს აი ივანიშვილი მე მგონი დამარცხდა 2018-ში. ივანიშვილი 2018-ში დამარცხდა, როცა სალომე ზურავიშვილს არჩევნები გაუყალბა. ეს იყო გაყალბებული არჩევნები რა, ანუ ფაქტიურად მან უკვე 2018-ში, ანუ ძალაუფლებაში ყოფნის 6 წლის თავზე ვეღარ დაარწმუნა ამ მრჩეველი, რომ მისი სიტყვა იყო კანონი, რომ მისი, ასე ვთქვათ, ეს შერჩეული კანდიდატი უნდა აერჩიათ. ვერ დაგვარწმუნა, რატო გვავიწყდება ეს? მე უბრალოდ დაგვთხარა თვალები ტიპმა, ანუ მართლა 1 წლის თავზე, ანუ არჩევნებიდან არა 1 წლის თავზე, არამედ 4 ან 5 თვის თავზე უკვე გამოიყენა უხეში ფიზიკური ძალა და 2019 წლის ზამთრისთვის უკვე იყო ჩამოშლილი. სისტემას დედა ქონდა ნატირები. და რა ხდება? მე ხდება კოვიდი. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ანუ 2019 წლის ზამთრისთვის დანგრეული იყო სისტემა, უკვე იყო კრიზისული, უკვე მიდიოდა იმაზე ფიქრი, რომ აქ უნდა მოხდეს სერიოზული გადაწყობა, ძალაუფლების გადახალისება, მოთამაშეების გადახალისება, მერე იწყება კოვიდი. ბუნებრივია ეს კოვიდი თავისას შვრება, მაგრამ ამ პირობებშიც 20 წლის არჩევნებზე უწევთ ყველანაირი, ასე ვთქვათ, უხეში ძალის გამოყენებით, საკუთარი უპირატესობის დამტკიცება, ანუ სრული ლუსტრაცია მოახდინეს. ეს არ არის რა ადვილი გამარჯვებები, რომელთაც ქოცები დღემდე მოდიან. და რას ლაპარაკობ? აბა რა და მერე უკვე, ანუ 20-ში იმარჯვებენ, კრიზისში შედიან, ისე მერე მთელი ევროკავშირი, ყველაფერი და მოდის ახლა რუსების ომი, ხო, რომელსაც უკრაინაში იწყებენ, ანუ 1 წლის თავზე რა, კიდე. ფაქტიურად კოვიდი მთავრდებასავით და იწყება ეს უკრაინული ომი და ცოტა სასუნთქ დროს კიდე იქიპარავენ, ხო? მაგრამ მე მგონი ჭკუა ვერასდროს ისწავლეს და ვერ მიხვდნენ, რომ ბეწვის ხიდზე გადიოდნენ. და აი დღეს უკვე ხიდი ჩაწყდა. ახლა ორი ვარიანტი აქვთ დარჩენილი. ან ბედს ეგუებიან და ფიქრობენ, როგორ აორგანიზებენ საკუთარ არსებობას საქართველოში, სადაც ისინი აღარ მართავენ, ან უბრალოდ არ ეგუებიან ამ იმას, რეალობას, გადაწყვეტენ, რომ დაუპირისპირდნენ მოქალაქეებს და მერე უკვე ღმერთმა იცის, ანუ ეს ხო, ეს დაპირისპირება ეხლა რა ვიცი. ხო, ორი არჩევანია, რა თქმა უნდა. ან ბედს ეგუება, ან მიდის გამკაცრებაზე და იმ ტენდენციას მიყვება, რომ აი რაღაცნაირ შედარებით ნაკლებად არა და დააკვირდი, ხო, საქართველოს გამოცდილება სხვადასხვანაირია, ხო? აი მაგალითად ასლან აბაშიძე წავიდა მოსკოვში, გაიქცა. ზვიად გამსახურდია, მაგალითად გააგდეს. შევარდნაძე დაბერდა და გარდაიცვალა თბილისში, თავის სახლში, თქვათ, ხო? ანუ სხვადასხვანაირი სააკაშვილი ციხეში ზის. სრული პალიტრა, ასე ვთქვათ, არჩევანის კი არა, რეალობების სხვადასხვა, იმიტომ რომ გამსახურდიას ახლა გაგდება არაურჩევია რა. ხო, მაგრამ აი ეს სცენარები არის, ხო? როგორ შეიძლება განვითარდეს რა ეს მომავალი არჩევა შეუძლია ამ სცენარებს შორის. პრინციპში და კომუნისტური პარტია ბოლოს გადავირჩია თუ. კომუნისტური პარტია მორჩა რა, ხო, კომუნისტური პარტია მორჩა. მერე იომა კომუნისტურმა პარტიამ
შეეცადა ძალაუფლება დაებრუნებინა, კიდე დამარცხდა. ეხლა კიდე შეეცადა დაებრუნებინა, ეხლა კიდე დამარცხებულია უკვე. და უკვე რაზეა ლაპარაკი რა, რომ ესე იგი უნდა შეეგუოს ამ მესამე მარცხს, თუ რამეს გადაწყვეტს, რომ გააკეთოს უმრავლესობის წინააღმდეგ. იმიტომ რომ, რა ვიცი, საზოგადოებასთან დაპირისპირება არ არის მარტივი ამბავი, თან საქართველოში. იცი რა, აი მომენტში, რომელიც შენახსენეს 2018 წელი, ამ პერიოდში, ჯერ კიდევ ივანიშვილის კომუნიკაცია ასეთი იყო, რომ ჩვენ ვეგანები ვართ, შეიძლება ვართ თუდად ვაკეთებთ საქმეს, არ გამოგდის, კორუმპირებულებიც ვართ, რაღაცნაირი არაფერი არ გამოგდის, მაგრამ აი ვეგანები ვართ, კაცი-ჭამიები არ ვართ რა, ანუ რაღაც ეგეთი კომუნიკაცია იყო რა. აქედან მხარეს თითქოს ხალხი, რა მეც მათ შორის და ბევრი ფიქრობდა, რომ საკმაოდ სუსტი ხელისუფლება არის და მომენტ აი რაღაც ზედმეტი რომ მოუვიდეთ ამათ გადაგრებას არაფერი არ უნდა. ეხლა მიშა სააკაშვილი წავიდა და ეხლა ამათ გაშვებას რაღა უნდა, ხო? ანუ საშიშები არ არიან. ხო, საშიშები არ არიან. და აი ამ რაღაცით ისარგებლეს და როგორც კი წინააღმდეგობა შეხვდათ, ეგრევე გახდნენ საშიშები. ანუ როცა დასჭირდათ, გახდნენ საშიშები. როცა დასჭირდათ, გამკაცრდნენ. ინტერნეტის პრობლემა გვაქვს თუ არა, ხმა შემოდიოდა ჩვეულებრივად. როცა დასჭირდათ, გამკაცრდნენ რა. ანუ წინააღმდეგობამ, ანუ ადამიანების წინააღმდეგობამ პროვოცირება მოახდინა, არ მინდა ვთქვა, მაგრამ აიძულა, რომ ის ძალადობრივი რაღაცნაირი პოტენციალი, აი რაც მათში იყო, ეს გამოეჩინათ და გამოევლინათ. ანუ პრინციპში საკუთარი თავის ფრთხილებაც მოახდინათ რა. იმიტომ რომ ეს რაღაცნაირი ავტოკრატიული მეთოდებით რა, დიდხანს გაკაჩავდნენ კიდე იდეაში. რომ აი სუსტები ვართ, მაგრამ ხო, აი წინააღმდეგობამ აიძულათ, რომ გამოეჩინა და ბოლოს მართლა კაცი-ჭამიები გახდნენ. ბოლოს აქციებზე ყოფნის გამო და აი რა ვიცი რაღაცა ჯებირის დაზიანების გამო ადამიანებს წლებით უშვებენ ეხა უკვე ციხეში, ხო? ანუ აქამდეც კი მივიდნენ. რაც წარმოუდგენელი იყო აი 2018 წლის ბიძინა ივანიშვილის კომუნიკაციის, ხო? აი ჩვენ ვეგანები ვართ და შტერები ვართ, მაგრამ კეთილები. ანუ აი ამ და ამის მერე ხო, ამის მერე ძალიან არ უნდა გაამკაცრონ ბოლომდე და მართლა შეეცადონ რომ ბოლომდე შეგვაშინონ, რაც ეჭვმეპარება რომ გამოუვიდეთ. ანუ რა დაგუნებდნენ. აი ეხლა მოხდება. ეხლა უნდა. აი მე მგონი უბრალოდ დანებება არის ან მეორე სიტყვა, ბედს შეგუება. ბედს უნდა შეეგუონ. ბედს უნდა შეეგუონ. ანუ ეს გათავხედება 12 წლიანი მმართველობით. რაღაც დროს აი ვიღაცეებმა უნდა დაიძინონ, მოხარშონ და თქვან, რომ დავმარცხდით რა. ოკეი, მოდი, კიდე რაღაცას ვცდით, რაღაც დროის მერე, იცი, დაულაგდებით და ვცდით. და რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ მე არ მგონი, არ ვარ დარწმუნებული, რომ ქოცების 100%-დან 100-ვე პირდაპირ რუსებს ყავთ დაჭერილი თოკებით. მაქიდან ყავთ თოკებით დაჭერილი შეიძლება 2%, შეიძლება 3%, იმიტომ რომ თოკებით დაჭერა რთული ამბავია. დანარჩენები არიან ამ 3%-ზე აკინძულები ნაძვის ხის სათამაშოები. აი ამათ შეუძლიათ. მე უბრალოდ ვერ ვხედავ მართლა, ანუ ამ ხელა სისტემა რო არსებობდეს დღეს რუსების, ხო? აი ჩვენ წინაზე გვქონდა ეს ჩრდილების თეატრის იდეა რა. ეს ანუ რეალობა რო იყოს რუსების ამ ხელა გავლენა, როგორც თვითონ ამას ბერავენ ქოცები, ხო? ეგ რო იყოს მაშინ საქართველოს კაიხანი უკვე ძალიან სერიოზულად ააყირავებდნენ რა. და ეს ფაქტიურად აი ეს ვერ შეძლეს, ანუ აყირავება რას ნიშნავს? რაღაცებზე უკვე ხელი გვექნებოდა მოწერილი, რაღაცა დსთ-ებში თუ რაღაც ისენი რო აქვთ, ოდკბ-ები, რაღაცებში შეხვდათ, კიო, თორე შეხვდათ, იმიტომ რომ ვერ უჭირავთ და შეხვდათ წინააღმდეგობა. მაინც იმას რისკენ, საბოლოო აი ბევრი ესა მოხ ჩემ თავთან კამათი ხოლმე, მაგრამ მაინც ვიხრები იქეთ, რომ ის კი არა რუსებზე მიბმული. просто ჩანერგილი ტიპები არიან. აბა რა, არა, კი, მაგრამ კი, ჩვეულებრივი რუსები არიან, კაცო, მაგიტომ ვამბობ, ხო. მოიპოვეს ძალაუფლება
შიგნით აშე თავისივე პარტიაში ჩაატარეს, ასე ვთქვათ, პატარა რევოლუციები, ანუ პატარა გადატრიალებები რა. და იქაც ერთმანეთი გაქაჩეს, მოიპოვეს ძალაუფლება და ამის პიკი იყო გავრილოვი, ნიშანი, აი ეს რაღაცნაირი სიმბოლო, გავრილოვის ჩაჯდომა, რომ ხო, აი მოვედით და ესა. კი, წინააღმდეგობა მე მოხვდათ მუშტი მაგაზე მოხვდათ მუშტი. მაგრამ დროშა აწიეს. ანუ დროშა აწიეს რაღაცნაირი. დროშა აწიეს, ჩემო კარგო, დროშა აწიეს 2013 წელს. შენ თუ გახსოვს ახმეტაში ტიპმა რუსეთის დროშა აწია, მართლა აწია რუსეთის დროშა და იქ მივიდნენ ტიპები, აგინეს, მაგრამ ის დროშა ქონდა დაკიდებული, რომ მეო აქო თავისუფალ არჩევანს ვიცავო რა. ასე რომ დროშის მე ამაყი ვიყავი, რომ ჩემი პასტით ვიყავი არჩევნებზე. აი 2013 წელს რო გაიმარჯვეს არა, იმ ტიპმა სადღაც ესე აი გაზაფხული იყო თუ რაღაცა ფოტო მახსოვს რა, რომ რუსეთის დროშა აწია. ასე რომ დროშა დიდი ხნის წინ აწიეს, უბრალოდ ეხლა მართლა ცდილობენ, რომ აი ეს თავისი ჩრდილების თეატრი გაბუქონ, ანუ უფრო ძლიერება წარმოადგინონ თავი და ბუნებაში ეგ ხდება რა, ანუ ცხოველები, მწერები ამას აკეთებენ, ხან გაისიებენ ხოლმე თავს, ხან რაღაცა, გაიფოფხებიან ესა და ეხლა მიდის ფაფხური. და ჩვენი მთავარი მიზანი რა არის ამოცანა გამოვიცნოთ, გავარჩიოთ ფაფხური რეალობისგან. ამიტომაც არის დღეს რო ვცდილობთ რომ ვისაუბროთ ამ თემაზე, ხო? იმიტომ რომ რაღაცა ეს კლიშეები ისე ქუჩაში უშვებენ ჭორებს. ქუჩაში მოდის ეს ჭორები, რომ ეს შეუძლია, ეს არის, ის დგას ამის უკან, ამის კენეს მხარი, ამ მხარეს არის ეს რა, ის ვიღაცა და ასე შემდეგ რა, რაღაცა ამ ავტორიტეტების, ასე ვთქვათ, გამოყენებით მიდის ახლა ამ კოცების რეპუტაციის შექმნა, მაგრამ რეალურად სულ თითზე ჩამოსატვლელ ხალხზე და ავტორიტეტებზე უკვე ლაპარაკი. ანუ საზოგადოებრივი საყრდენი გამოცლილი აქვს ამას. თავისიანებს ვარ ამხნევებენ ამით. და თავისიანებს ამხნევებენ ზუსტად, აი ზუსტად. კომუნიკაცია მიდის თითქოს თავისიანებისკენ. ანუ ნუ გეშინიათ ხალხო, ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ, ნუ გეშინიათ ესენი, ანუ ამათ ყველა ვარიანტში მოვუგებთ რა, აი რაღაცა ეგეთი კომუნიკაცია. მაგრამ მეორე მხრიდან პული გამოაქვთ თითქოს. აი, რაღაცა ეგეთი ამიტომ არის, რომ ჩვენ და ვფიქრობდეთ, როგორ ამთავრებენ დიქტატორები, იმიტომ რომ ერთის მხრივ ფულები გამოაქვთ დასავლური ბანკებიდან. საწაიღებენ ძალიან მაინტერესებს მე, მაგრამ მეორეს მხრივ ანუ რა ეს კომუნიკაციის რაღაცა ფანდი არის, რომ გვაჩვენებენ, რომ აი ფული გამომაქვს, ისე იგი ვიკეტებით ციხესიმაგრეში და რესურსის შემომაქვს და მე ისე იგი რაღაცისთვის ვემზადები, უფრო გამკაცრებისთვის თუ მართლა ეშინიათ და გამოაქვს. ანუ ეს იყო შემოგდებული იყო ეს თემა, რომ აი დაიწუნენ რომ ფული გამოაქვს თან კალაძეს, თუ რაღაცა ნიშანი იყო ვიღაც, თუ აბა ბიჭებო გამოიტანეთ. ხო, აი ეს მე მგონი ჩემთვის მაგალითად პირადად ნათელი ნიშანი იყო იმისა, რომ აღარ ენდობიან უკვე დასავლურ სისტემას, უკვე ფაქტიურად პარანოიაში არიან გადავარდნილები. და მე მგონი ჯერ კიდევ ვერ იაზრებენ, რომ რამდენიმე არჩევანი აქვთ თავისი მმართველობის დასასრულებლად და მათ შორის შეიძლება უფრო უსაფრთხო ვარიანტის არჩევა. ამას ვერ იაზრებენ. ამასობაში ჩვენი დრო ბოლომში გავიდა და მართლა ერთ წუთზე ნაკლები გვჩება. მაგრამ ეს თემა მნიშვნელოვანი თემაა და ჩვენ შეიძლება ამას დაუბრუნდეთ რამე დროს. ხო, მე მგონია რომ დაუბრუნდეთ ალბათ. ხო, იმიტომ რომ გასვლის სტრატეგია, რეალობიდან გასვლის სტრატეგია მნიშვნელოვანია, ეგრეთ წოდებული ეგზიტი და ეს გასააზრებელი გვექნება ყველას. შეიძლება მეორე ნაწილიც ჩავწერო. კი. ამ დღეს კი რა ვიცი, ალბათ უნდა დავემშვიდობოთ სანამ გაგვთიშავს პროგრამა. დროებით.